მძიმე კადრები ვიხილეთ TV პირველის ეთერში. ხო მანამდე ჩვენ ხო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვშელობდით გორში პოლიციელების სასტიკი ძალადობის შემთხვევაზე და ნამდვილად ამან გააჩინა ძალიან ძლიერი განცდა, რომ ის რაც 2024 წლის გაზაფხულზე და შემოდგომით ვიხილეთ პროტესტის მონაწილეების მიმართ პოლიციის მასობრივი სასტიკი ძალადობის სახით არის რაღაც, რაც რუტინაში ყოველდღიურ საპოლიციო საქმიანობაში ნორმალიზდა და ნამდვილად საგანგაშო სიმპტომები იყო ის, რაც თქვენს ეთერში ვიხილეთ. მართალია დღეს ქართული ოცნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა აქტიურად ცდილობს გაავრცელოს ინფორმაციაზე, რომ ეს პირები დაკავებულები არიან და თითქოს აღიკვეთა ხო მომხდარი, მაგრამ ამ პირობებშიც ჩვენ ძალიან მძიმე კითხვები გვრჩება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად სახალხო დამცველის მონაცემები პრინციპში ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას აჩვენებს. 2025 წელს სახალხო დამცველი უთითებს საეჭვო 297 შემთხვევაზე, სადაც სპეციალური პრევენციის ჯგუფს გაუჩნდა ეჭვი არასათანადო მოპყრობაზე. 2024 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 132 შემთხვევა იყო. და ჩვენ ვხედავთ, რომ საქმეებზე რეაგირება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აქტიური მედიის განხილვისაგანი ხდება, ან არსებობს ვიდეო მტკიცებულებები და მანამდე ხო გამოძიების რეაგირება დროული და ეფექტიანი არ არის. რა კითხვები რჩება ხო ამ პირობებში? ალბათ პირველი კითხვა არის ის, თუ სად იყო გამოძიება და სახელმწიფო 4 წლის განმავლობაში და მანამდე რატო არ მოხდა რეაგირება. ხო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თუ ეს პოლიციელები ჩადიოდნენ და სწორედ ეს იყო მათი მოქალაქეებთან ურთიერთობის ენა და პრაქტიკა, მაშინ რამდენი სხვა დაზარებული შეიძლება ყავდეს თუნდაც მათ. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა, თუ დადგა თუ არა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია დავიჯეროთ, რომ პოლიციის მსგავს იერარქიზებულ ინსტიტუტში, სადაც ყველაფერი კონტროლდება და ძალიან მკაცრი დისციპლინაა, სამმართველოს უფროსს არ სცოდნოდა ამის შესახებ, ხო? ამავდროულად ჩვენ ამ დროს ალბათ კითხვა უნდა დავსვათ იმაზეც, თუ რა ტიპის საქმეები ხდებოდა ამგვარი ძალადობრივი რეაგირების საგანი, ეს იყო რაღაც რუტინული საპოლიციო საქმიანობა, თუ რაღაც კონკრეტული შემთხვევები. მათ შორის დაზარებულების უფლების აღდგენის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ძალიან ახალგაზრდა, თითქოს არასრულწლოვანიც კი ხო, ან დაზარებულებთან დაკავშირებით კითხვები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ უშუალოდ ამ ინციდენტის გარშემო კითხვების მიღმა, რა თქმა უნდა, არის კითხვები სისტემურობასთან დაკავშირებით. ჩვენ უფლებადამცველების წლებია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხო, მასობრივად და სისტემურად გვაქვს პრობლემები სისტემაში, არ ხდება საპროცესო უფლებების და დაკავებულის უფლებების დაცვა, ხშირად პრობლემურია დროული კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან. ხო, ამავდროულად ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ სამხრე კამერებისა და ზოგადად გამოკითხვის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სისტემის არარსებობაზე და სახალხო დამცველიც მის ანგარიში, რომელიც ძალიან ნიუანსურია 24 წლის ანგარიში, ყველა ამ სისტემურ კრიტიკას იმეორებს და საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ეს ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური გამოწვევები აცლის მოქალაქეებს საკუთარი დაცვის გარანტიას. და თუ ქართულ ოცნებას სურს პასუხი გასცეს ხო ამ ეჭვებზე და 24 წელი ხო გარდამტეხი პერიოდია ხო რუსუდან პრინციპში ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის სისასტიკე პოლიციის მხრიდან. ჩვენ სტატისტიკასაც რო შევხედოთ, ხო, პროტესტზე დაკავებული ადამიანების 50%-ზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე უთითებს, მაგრამ შემოდგომის აქციების დარბევის დროს, ხო, ეს პროცენტი კიდევ უფრო ზემოთ ადის და მაგალითად 28 ნოემბრიდან, ხო, პირველი აი 3-4 დღის განმავლობაში თითქმის 80% დაკავებულების საუბრობს არასათანადო მოპყრობაზე. ეს რაღაცა ტიპის გარდამტეხი მოვლენა იყო და შეუძლებელია, რომ ასეთი მასშტაბის ძალადობა და მე იმ მოძალადეების დაჯილდოება და წახალისება სახელმწიფოს მხრიდან ეროზიის საფუძველი
საფუძველი არ გამხდარიყო და ძალადობის ყოველდღიურობაში, რუტინაში მიღებისა და დაშვების საფუძველი არ გამხდარიყო. ამიტომაც დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ სინამდვილეში ის ყოველ შემთხვევაში ეს აქრობს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, რომ ეს სისტემურია პრობლემა და თუ კი სისტემურია, მასზე რეაგირება აქვს თუ არა. ჩვენ არ ვიცით სამართალდამცავმა უწყებამ ამ ანონსში ჩვენ გვესმის, რომ გავიგებთ პროკურატურას რა პასუხი აქვს, თუმცა რა პასუხიც უკვე მოვისმინეთ მათი განცხადებებიდან. ასევე საინტერესო არ ვიცი მე ეს კითხვა მაქვს რა ბედი ეწია იმ საქმეებს, სადაც ეს პოლიციელები ფიგურირებენ და რომელშიც ცდილობენ რომ იძულებით მოიპოვონ მათთვის სასურველი ჩვენება. ასევე არ ვიცით თუ კი ეს ადამიანები დააკავეს დაზარალებულები, ვისაც მოხდა ძალადობა, მათი უფლებების აღდგენისთვის რა გაკეთდა, ხომ? ანუ ზეპირი განცხადება მხოლოდ ის რომ ჩვენ უკვე დავაკავეთ ეს რეაგირებასთანაც დაკავშირებით ბუნებრივია კითხვა რამდენი წელი დასჭირდა ამ რეაგირებისთვის, მაგრამ რეაგირება ხომ არ არის მხოლოდ მათი ფუნქცია. მათი ფუნქცია ასევე არის ძალადობის პრევენცია. ნამდვილად და სწორედ ის ხო ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით ახლა ყოველ რუტინულ მუშაობაში ხო პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოყენება რა მასშტაბს აღწევს ჩვენ ვხედავთ იმას რომ სახელმწიფო რეაგირებს მხოლოდ გახმაურებულ შემთხვევებზე და ამ ინციდენტების შესახებ ინფორმაციაც ხელმისაწვდომი არ იყო, ხო მიხედვით იმისა, რომ პროკურატურა და პოლიცია მუდმივად პოზიციონირებენ და ვრცელებენ პრეს-რელიზზე იმის შესახებ თუ რაც კონკრეტულ სიტუაციებში ვინ დააკავეს და როდის დააკავეს და როცა ასეთი მასშტაბის ძალადობას ვხედავთ, მათ პროაქტიულად თავის დროზე თუნდაც 2026 წლის გაზაფხულზე რატო არ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც სიგნალი უნდა ყოფილიყო დანარჩენი პოლიციელებისთვის, რომ სისტემისთვის ასეთი ძალადობა მისაღები არ არის, ხო ეს კითხვაც არსებობს. ამიტომ ეს 24 წლის გარდამტეხი მოვლენები, აგრესიული ავტოკრატიზაცია ქვეყანაში და ხო წახალისება შემდგომში იმ მოძალადე პოლიციელების, რომლებიც ხო პროტესტზე მოქალაქეებს უმძიმეს და ძალიან სასტიკად ეპყრობოდნენ, ხო ნამდვილად აჩენს ჩვენში ამ შიშს და ამ ეჭვს ხო ეს ხო არ გახდა კიდევ უფრო მეტად ნორმალიზებული და როცა უკვე გორის მოვლენებს ვხედავთ თქვენს მიერ გავრცელებულ კადრებს ვხედავთ, ბუნებრივია რომ აი ეს კითხვები და შიშები ჩვენი მხრიდან ძლიერდება და თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ დაამტკიცოს საწინააღმდეგო რომ ეს არ არის ნორმალიზებული და ის საპოლიციო ძალადობას ებრძვის, მაშინ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რომ ისინი მხოლოდ ამ სამდაკავებულ პოლიციელზე კი ლაპარაკობდნენ, არამედ ნერგავდნენ იმ ინსტიტუციურ გარანტიებს, ინფრასტრუქტურულ გარანტიებს და სამართლებრივ გარანტიებს, რომელიც ამის აღმოფხვრის საფუძველი გახდებოდა. ამისთვის მათ პირველ რიგში პროტესტის მონაწილეების ძალადობაში, წამებაში და არადამიანურ მოპყრობაში ჩართული პოლიციელები და მაღალი თანამდებობის პირები უნდა დააკავონ. თამთა კიდევ ერთი კამერებისა და ხო ხვდებით გამოკითხვის ვიდეო აუდიო ჩანაწერების და ამ არქივების შენახვისა და სისტემატიზების რაღაცა სისტემური მიდგომები უნდა შექმნას. კი ბატონო, აი სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა, ანუ ეს კადრები რომელიც გავრცელდა, ანონსით ვიგებთ რომ ამ კადრებს და ამ ვიდეოს იღებს თვითონ პოლიციელი, ანუ ეს არ არის რაღაც ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალა. არამედ პოლიციელი აგროვებს ასეთ კადრებს და თუ კი ეს მართლა ერთეული შემთხვევა, პოლიციელს რატომ სჭირდება ასეთი კადრების შეგროვება? ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ეს თავს იწონებდნენ პოლიციელები სამსახურებრივ ჩატებში ამგვარი ქცევის შესახებ, თუ ეს მასალები გროვდება მათ შორის იმისთვის, რომ კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ შანტაჟის მიზნით გამოიყენონ, იმიტომ რომ ჩვენ წინა წლებშიც და სხვა დროს ვხედავდით, ხო, მოქალაქეების მიმართ სისასტიკე და მათი დამცირება ძალიან ხშირად იყო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შემდგომში ეს მისი შანტაჟისთვის გამოყენებული იყო, ხო, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ამ პატრიარქალურ მასკულინურ რეალობას უპირისპირდება და სწორედ ამის გამო აი განცდილი დამცირების არ გასაჯაროების გამო ადამიანები რაღაცეებს აკეთებენ ხოლმე, ხო? თუ ესენი თავს იწონებდნენ თუნდაც მათი ზემდგომების მიმართ და აჩვენებდნენ იმას, რომ რაღაც ეფექტურად მუშაობენ. ხო, ეს რატო იწერებოდა და გარკვეულ ჩატებში რატო ვრცელდებოდა? ამაზე
ამაზე პასუხების გაცემა შეიძლება ძალიან შემაშფოთებელ მიგნებებამდეც კი მიგვიყვანოს, ხო? ამიტომ ხო, ძალიან მძიმე რეალობა. შეუძლებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის რაც როგორც თითქოს საგამონაკლისო შემთხვევა, პროტესტის დროს რა ხარისხისად თავაშვებულობა, თვითნებობა და სისასტიკეც გამოვლინდა, შეუძლებელია რომ ეს არ გადაიზარდოს უკვე რუტინულ ადმინისტრაციულ პრაქტიკებში. კი ბატონო. ამიტომაც ჩვენმა მოქალაქეებმა ეს უნდა გააცნობიერონ, რომ შესაძლოა ისინი არ ადენტიფიცირებდნენ თავს, ხო, რაღაც პროტესტთან და პროტესტის მონაწილეების უფლებების სასტიკ დარღვევასთან, მაგრამ როცა კი ხო, თუნდაც საგამონაკლისოდ კონკრეტულ სიტუაციაში პოლიციელს მიეცემა მწვანე შუქი, რომ მათ შეიძლება კანონი უხეშად დაარღვიონ და მასობრივი სისასტიკე ჩაიდინონ, შეუძლებელია რომ ესეთი სისტემა არ დეგრადირდეს იქამდე, რომ ყოველდღიურობაში უკვე რუტინულ პრაქტიკაში მოქალაქეების მიმართ ძალადობა არ გამოიყენონ და აი ეს შემთხვევები ხო ჩვენთვის უკვე ამ სიგნალს, ამ სიმპტომებს აჩვენებს და ქართული ოცნება ვერ დაგვარწმუნებს, რომ სისტემაში ყველაფერი კარგად არის, ხო სანამ ის იმ სისტემურ რეფორმებზე არ გადავა, ხო რაზეც წლების განმავლობაში ქართული უფლებადამცველები თუ სახალხო დამცველი უთითებს.